პირველად ბაზარზე შიდა განვადებები მიმდინარე წელს განსაკუთრებულად გაიზარდა და როგორც თბილისში, ისე ბათუმში საერთო გაყიდვების 73%-ს გადააჭარბა. TBC კაპიტალის მონაცემებით წლის 10 თვეში დედაქალაქში იპოთეკით ბინას მომხმარებელთა მხოლოდ 7% ყიდულობს, ნაღდი ანგარიშწორებით კი 20%. მსგავსი ტენდენციაა ბათუმის ბაზარზეც გაყიდვის არხებში, როგორც ემოთ უკვე აღნიშნე, 73%-იანი მაჩვენებლით შიდა განვადებები მოდის, რომელსაც 12%-ით იპოთეკა და 15%-ით ნაღდი ანგარიშწორება მოყვება. საინვესტიციო ბანკის მიერ მომზადებული ანალიტიკის თანახმად მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 4.5 მილიარდი დოლარს მიაღწია და წლიურად დაახლოებით 17%-ით გაზრდილია ღირებულებაში. ეს ყველაფერი საქართველოს ბაზრის დაახლოებით 68%-ს თბილისი წარმოადგენს. წლის პირველ 10 თვეში დედაქალაქში ტრანზაქციების რიცხვი 3%-ით არის გაზრდილი და 33,217 ერთეულს შეადგენდა. როგორი იყო წელი ინდუსტრიისთვის, შედეგებზე და ახალ გამოწვევებზე უძრავი ქონების ექსპერტთან ლევან ლაბარტყავასთან ერთად ვისაუბრებთ, რომელიც ჩვენი სტუმარია. ლევან, დილამშვიდობისა, მადლობა რომ ვსტუმრობთ სტუდიაში. მოდი შევაჯამოთ წელი, უკვე მიწურულია წლის და დავიწყეთ პრინციპში მოკითხვა ამბების, როგორი იყო უძრავი ქონების ინდუსტრიისთვის. მსხვილი წარმომადგენლები, მსხვილი დეველოპერული კომპანიის წევრები ამბობენ, რომ მაჩვენებლები გაყიდვების დაახლოებით იგივეა მიუხედავად ჩავარდნილი თვეებისა, თუმცა იყო სიახლეები ის, რომ მაგალითად შიდა განვადებები წამოვიდა პირველ ადგილზე და ფასი აღარ გაზრდილა წინა პერიოდებთან შედარებით. თქვენ როგორ უყურებთ ერთიანობაში სურათს, რა არის მთავარი აქცენტები და ტენდენციები 2025-თვის? სალამი, დილამშვიდობისა თათია, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს სტუდიაში. რაც შეეხება 2025 წელს უძრავი ქონების ბაზარზე ბევრი რამ გამოვიარეთ ნამდვილად და იყო ერთ-ერთი გარდამტეხი წელი, რადგან წლევანდელმა წელმა აჩვენა, რომ ეს სექტორი ვითარდება ისევ, არ წყვეტს განვითარებას მიუხედავად სხვადასხვა რყევებისა, ამიტომ მდგრადია და მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ეკონომიკაში. რაც შეეხება ფასების დინამიკას, ფასები ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ვიცით სამშენებლო ინდექსზე და მასალებზე, ასევე სამშენებლო გამოსადეგი მიწების ხელმისაწვდომობაზე და ფინანსურ რესურსის ხელმისაწვდომობაზე, ასევე რაც დეველოპერისთვის, ყველა დეველოპერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად გაუძვირდება მას სამშენებლოდ მოსაზიდი ფინანსები. ამიტომ ეს კომპონენტები საგრძნობლად და რადიკალურად წელს არ გაძვირებულა, ამიტომ ზომიერების ფარგლებში გაძვირდა ასევე უძრავი ქონებაც ამ კომპონენტებზე დაყრდნობით. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც გამოიკვეთა და რაზეც ხშირად საუბრობდით მიმდინარე წელს, ეს იყო თანხებზე ხელმისაწვდომობა იპოთეკების კუთხით დეველოპერებს ხშირ შემთხვევაში არ ქონდათ საბანკო ინსტიტუტებთან წვდომა შესაბამის რესურსზე. ამ ნაწილში რა შეიცვალა? ამ ნაწილში ხომ არ გაზრდილა რისკები და ამ კუთხით ბაზრის განვითარებას და ტენდენციებს როგორ უყურებთ? იგივე შიდა განვადებებიც ხო იმისთვის სჭირდებათ დეველოპერებს, რომ საბრუნავი კაპიტალი ქონდეთ და უფრო ამიტომ გადაეწნენ ამ კუთხით. ხედავთ თუ არა აქ რისკებს და საჭიროებას, რომ გამარტივდეს საბანკო ინსტიტუტებთან მათი ურთიერთობა? კი, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეველოპერისთვის საბანკო ინსტიტუტთან კომუნიკაცია და მათი დაკრედიტებით თავის პროექტის განხორციელება. რეალურად მომხმარებელსაც უფრო მეტი ნდობა უჩნდება დეველოპერის მიმართ, როდესაც ეს დეველოპერული პროექტი დაფინანსებულია ბანკის მიერ. ჩვენ ვიცით, რომ უკვე იყო ისეთი შემთხვევები, გვიჩვენა ისტორიამ, რომ ბანკით რომელი პროექტებიც არ ფინანსდებოდა, ესეთი პროექტები, ასე ვთქვათ, გაფეილდა და საბოლოოდ დაზარალდა მომხმარებელი. ამიტომ ახორბალაც ისწავლა, რომ უფრო მეტი ნდობა უნდა ქონდეს ისეთი დეველოპერის მიმართ, რომელიც არ არის დამოკიდებული 1, 2 ან 3 ადამიანზე და დამფუძნებელს ხასიათზე და გეგმებზე, არამედ რაც სანდო ფინანსურ ინსტიტუტის დაფინანსებაზე. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია დეველოპერისთვის, არა მარტო ფინანსური კუთხით, არამედ სანდოობის კუთხით. რაც შეეხება ფინანსების ნაწილს, იმის გამო, რომ წლევანდელი წელი შედარებით შემცირებული ქონა ახალ ის პროექტების დაკრედიტება ბანკებს, ამიტომ მოიფიქრეს და გამოსავალი ნახეს დეველოპერმა შიდა განვადებების კუთხით, სხვადასხვა არხებიდან ფინანსების მოზიდვა დაიწყეს და შეგვიძლია წლევანდელი წელი დავარქვათ შიდა განვადებების წელი უძრავ ქონებაში.
თავამად მოიხსენიოთ ესე. ამიტომ მნიშვნელოვანი ამის გამო ლევან რისკები გაზრდილია, იმიტომ რომ ორი ფაქტორის გამო. დეველოპერს როცა არავინ არ აკონტროლებს, ანუ ამ შემთხვევაში საბანკო ინსტიტუტს გულისხმობ ბანკს, ის თანხები რაც მას შემოუვა შიდა განმავლობის სახით, ხო, შეუძლია გამოიყენოს თავისი შეხედულებისამებრ. ეს შეხედულება იყოს განსხვავებული, შეიძლება ან კონკრეტულ პროექტს მოახმაროს, ან შეიძლება ახალი პროექტების განვითარება დაიწყოს, ახალი მიწა შეიძინოს და ახალი პროექტის მშენებლობა დაიწყოს იმის გამო, რომ მომავალში კიდევ უფრო მისი კეთილდღეობა, ფინანსური სტაბილურობა გაიზარდოს. თუმცა ეს ამან შეიძლება დააზრალოს მიმდინარე პროექტი და ეს ადამიანები, ვინც ამ პროექტში კონკრეტულ ამ პროექტში შემოიტანეს თანხა. ამიტომ აუცილებლად ასე თუ ისე ამ ბიზნესს ჭირდება რაღაც დონის კონტროლი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია. ეს სრულად კომპანიების კეთილსინდისიერებაზეა შეიძლება იყოს ეს ყველაფერი და მათ გემოვნებაზე ჩადონ ეს ფული არსებულ პროექტში თუ დაიწყონ ახალი თუ არ ვიცი შეიძლება სვამიზნობრიობით დახარჯონ და ამ ნაწილში ძალიან დაუცველია მომხმარებელი. კი, ასეა, იმიტომ შეიძლება დეველოპერულ კომპანიის დამფუძნებელმა გადაწყვიტოს, რომ ხვალ არ ვიცი, რესტორნის გაკეთება უნდა, ან რაღაცა სხვა ბიზნესი უნდა ჩადება თანხის და ეს ფული გადაისროლოს იქით და ეს რადგან მნიშვნელოვანი სექტორია ეკონომიკური კუთხით, ხო, ეკონომიკა დგას ამ სექტორზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი. ამის გარდა ადამიანები, ვინც ბინას ყიდულობენ, მნიშვნელოვანი პროდუქტია ეს ხო არ არის რაღაც ტანსაცმელი ან რაღაცა ისეთი პროდუქტი, რომელიც შეიძლება ხვალდაზეგრო დაკარგოს, მათთვის არ იყოს ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი საცხოვრებელ სახლზე გვაქვს და ბინაზე გვაქვს საუბარი. რომელიც ხშირ შემთხვევაში 10-20 წლიან განმავლობებს და ამ ტიპის გადახდებთან არის ხოლმე დაკავშირებული. მაგრამ როგორ უყურებთ მიწოდების ნაწილს? კვლევითი ორგანიზაციები ბოლო წლებში საუბრობდნენ, რომ თუ კი ის მიწოდების ტემპები გაგრძელდებოდა, რაც იყო 2022-23 წლებში, შეიძლება ჭარბი მიწოდების რისკები გაჩენილიყო ბაზარზე. თუ შევხედავთ ნებართვების ნაწილს, ისევ საკმაოდ მაღალია და არ არის ისეთი კლება, რამაც შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ მიწოდება მომავალში შემცირდება. ხო არ ხედავთ, რომ უახლოეს პერიოდში შეიძლება ინდუსტრია ამ გამოწვევის ჭარბი მიწოდების რისკის წინაშე დადგეს. კი, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ბანკებმა შეამცირეს დეველოპერულ პროექტების დაკრედიტება. ზუსტად ამიტომ ბანკები ფიქრობდნენ, რომ ეს არის ჭარბი მიწოდება და ჩვენ თუ ყველა პროექტს დავაფინანსებთ, მაშინ ჭარბი მიწოდება. კიდე ალტერნატივად მოიფიქრეს განმეორებები, მაინც ხდება ანუ ამ რაოდენობის მიწოდება და შესაბამისად სად მივიდა სექტორი. ну დღესდღეობით სავალო მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს ბაზარზე გაყიდვები მიმდინარეობს და ასე თუ ისე ამას ბაზარი ჩემეზე დაარეგულირებს ანუ ის დეველოპერული პროექტი რომელიც ვერ შეძლებს გაყიდვებს ზუსტად ამ ჭარბი მიწოდების გამო ხო ანუ გაჩერდება აღარ აშენებს და იმე სამ ბლოკს თუ აშენებს დეველოპერი A, B და C ბლოკს A ბლოკზე რომ ეხდება რომ უჭერს გაყიდვები B და C-ს აღარ აშენებს მარტივად და შეაჩერებს მიწოდებას ამიტომ ეს მაინც მგონია რომ ბაზრის დასარეგულირებელია და რაღაცა კაც ჩარჩოებში მოქცევა ალბათ არც ისე სასურველი იქნება. ხო რეალობებით რომ შეიძლება გამსხვილდეს სექტორი და უფრო მსხვილ დეველოპმენტში გადავიდეს. იგივე ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ რომ როდესაც ეროვნულ ბანკთან მიდის კომუნიკაცია სწორედ ეს არის აქტუალური რომ ისეთ დეველოპერებისთვის შეიძლება გაიხსნას ხალხმისაწვდომობა ვისაც სხვა ფინანსური რესურსებიც უფრო მეტი აქვს. ხო არ მოხდება ობიექტურად და სუბიექტურად ამ ყველაფრის რაღაცა გაერთიანება და პატარა ბიზნესები ხო შეიძლება რომ გაქრეს უახლოეს პერიოდში ინდუსტრიიდან როგორ უყურებთ ამ ნაწილში 2026-ის მოლოდინებს? შესაძლებელი არის ნამდვილად ზუსტად იმ რეგულაციაზე რაზეც ნათია თურნავამ ისაუბრა თუ მოხდება შიდა განმავლობების გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა ეს ჩარჩოები იქნება სავარაუდოდ ის რომ რაც ესქროს ცნება შემოვა საქართველოშიც რაც სხვა ბაზრებზეც არსებობს და იმ თანხების გამოყენება რა შიდა განმავლობით შემოსდი დეველოპერებს შეეზღუდებათ გარკვეულ ჩარჩოები და უწესდება და გარკვეული წესები ეს რა თქმა უნდა მცირე პატარა დეველოპერების შეზღუდვას და ასე ვთქვათ რაღაც ჩარჩოში მოქცევას გამოიწვევს და რაც თქვენ აღნიშნეთ გარკვეულწილად გამსხვილდება პატარა კომპანიებს რომელსაც მათთვის სასაცილოდ მნიშვნელოვანია ეს პატარ-პატარა თანხები შემონატანები კლიენტებისგან ხო და აღარ ექნებათ რაღაც დროებით შეუჩერდებათ ცდომა ამ თანხებზე რა თქმა უნდა ისინი იძულებული ექნებიან თავიანთი პროექტები მიიყიდონ მსხვილ დეველოპერებს და შეუერთდნენ ეს ბუნებრივი პროცესი იქნება მაგრამ იმასაც აღვნიშნავ რომ
ეს რეგულაცია კიდევ დაეხმარება რეალურად ჩვენ დაგვეხმარება იმისთვის რომ გვექნება რეალური სურათი ბაზარზე. ამ წუთას სტატისტიკებზე რასაც საუბრობთ ხოლმე ყოველთვიურად რასაც აგვეყნებენ აი ახლა თქვენ აღნიშნეთ TBC კაპიტალის სტატისტიკა, გალთეთაგარდის, კოლიერსი და ასე შემდეგ. ვიცით ეს სტატისტიკები ყოველთვის გვაქვს ხოლმე, მაგრამ არ არის ზუსტი. იმიტომ რომ არ ვიცით რეალურად დეველოპერები რას ყიდიან შიდა განმავლობით ეს ინფორმაცია არ შემოგდის და ეს თუ აღერიცხება და გარკვეულ ჩარჩოებში მოიქცევა ზუსტი სურათი გვექნება ბაზარზე მიმდინარე სიტუაციის. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი წილია, იმიტომ რომ სისტემურ დეველოპერებს იკვლევს სამივე კვლევითი ორგანიზაცია და ამის იქით 50%-ია წვრილი დეველოპერები და რაც ნიშნავს რომ დაახლოებით ალბათ 50%-ზე არ გვაქვს სურათი და მით უმეტეს როცა 73% შიდა განმავლობით იყიდება საერთოდ გაურკვეველ და ბუნდოვან სურათს ქმნის. ლევან, მოლოდინები როგორია თქვენ ჩვენ ვახსენებთ რომ მიმდინარე წელს არ იყო ფასის მნიშვნელოვანი ზრდა 3-დან 5%-ის ფარგლებში მერყეობდა დაახლოებით ისიც სააქციო შეთავაზებებმა გადაფარეს ხშირ შემთხვევაში 2026-ში არსებობს თუ არა რაიმე რესურსი ფასის ზრდის იმ არსებული მიწოდებიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე რაც ინდუსტრიაში გვაქვს. ფასი შეიძლება გაზარდო, მოკლედ რადიკალურ ფასის ზრდას არ ველოდები მე პირადად, მაგრამ შესაძლოა აი ამ რეგულაციამ გამოიწვიოს გარკვეული ფასის ზრდა. ზუსტად იმიტომ რომ გაძვირდება რესურსი დეველოპერებისთვის, ფულადი რესურსი. ხო, რა თქმა უნდა, თუ ისინი ვერ გამოიყენებენ შიდა განმავლობით მიღებულ თანხებს და მოუწევთ საბანკოს ესხით გადაფარონ ეს რესურსი, ამან შეიძლება ცოტათი გააძვიროს იგივე ისევ რაღაც 5%-ის ფარგლებში მივდივართ გაძვირებაზე. აი ეს მცირედი ზრდა თორე სხვა კრიტერიუმებით მე პირადად არ ველოდები საგზნო მატებას ფასებზე. ქირეზეც კითხავთ ბოლოსკენ, ქირის ფასი გვახსოვს წინამ წლებში რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად იყო მომეტებული. მიმდინარე პერიოდისთვის პრინციპში დასტაბილურებულია, როგორია ამ კუთხით მოლოდინები კიდევ ხომ შეიძლება გაიაფთოს თუ პირიქით ზრდის ტენდენციები იკვეთება. ხო, ანუ ის კლება, რაც იყო საგრძნობი ბოლოს 3 წლის განმავლობაში აქტიურად იკლებდა ფასი ბაზარზე, უკვე შეჩერებულია ეს კლება, შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ წელს თითქმის აღარ შემცირებულა ბაზარზე რა ფასებიც იყო ბოლო პერიოდში, იგივე ფასები არის. არც ის არის ბაზარზე ისეთი მდგომარეობა, რომ მიწოდება არის ჭარბი ბინების, მოთხოვნა და მიწოდება დაახლოებით თანაბარია. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც შემცირდება, მაგრამ ზრდის თვალსაზრისითაც ალბათ რადიკალურად არ გაიზრდება. მიყვება როგორც კანონზომიერად მიყვებოდა ხოლმე უძრავი ქონების ფასებს. თუ უძრავი ქონების ფასები გაიზრდება, რაღაცა იმ პროპორციით ქირაც გაიზრდება. ამიტომ დაახლოებით იგივე სიტუაციას ველოდებით მომავალ წელსაც. რომ შევაჯამოთ 2025 იყო სტაბილური წელი უძრავი ქონების ინდუსტრიისთვის გამოწვევების და მნიშვნელოვანი რყევების გარეშე. იყო სტაბილური წელი ალბათ, თუმცა იყო რაღაცა რყევებიც, ჩვენ ქონდა საუბარი სხვა გადაცემებშიც, რაც გარკვეულ პირამიდებთან, გარკვეულ რისკებთან და ასე შემდეგ, ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაშუქდეს, ვისაუბროთ ამ ყველაფერზე, რომ ჩაერთოს სახელმწიფოც თუ რაღაცა კუთხით არის დასარეგულირებელი გარკვეულწილად რომელიმე მიმართულება. იმ ერთი მსხვილი შემთხვევის გარდა ხომ არ არის კიდევ ბაზარზე სხვა კომპანიები, რომლებიც ამ ტიპის ფინანსურ პირამიდებით მუშაობენ. ერთი კომპანია შემხდა, რაც რეკლამა შემხდა, მე თქვენს გამოგიგზავნეთ კიდევაც, მე მგონი ეს რა ქვია, ბმული Facebook-ზე. ერთი მე რაც ვიცი, მეორე კომპანია იყო და ძალიან გამიკვირდა, რომ შეიძლება კიდევ მსგავსი კომპანიები საქმიანობდნენ. თუმცა არის წვრილ-წვრილი არა ესე ვთქვათ ბიზნესები და კომპანიები, მაგრამ ადამიანები, რომლებიც მსგავს საქმიანობას ეწევიან. და ალბათ მნიშვნელოვანია, რომ ამაზეც იზრუნოს სახელმწიფო. და მომხმარებელმაც პირველ რიგში უფრო მეტი ყურადღებით დააბანდოს საკუთარი თანხები ამ ორგანიზაციაში. მადლობა ლევან თქვენი დროისთვის და პასუხებისთვის. ლევან ლაბერტყავა, უძრავი ქონების ექსპერტი, გსტუმრობდა საქმიანი დილის სტუდიაში.